მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 14. მოცემულ წრეში ამპერმეტრის ჩვენება I, რის ტოლი გახდება ამპერმეტრის ჩვენება ჩამთველის ჩართვის შემდეგო, თუ წრედის მომჭერებზე ძაბვა მუდმივია. ამპერმეტრი იდეალურია, ანუ მისი წინაღობა 0-ის ტოლი არისო, გეუბნებიან. კარგით ბატონო ჩემო, მოდით ახლა ორი შემთხვევა რადგანაც გვაქვს დაგვჭირდება ორივე შემთხვევის განხილვა, ამიტომ ასე მოვიქცეთ. ესე იგი, პირველ შემთხვევაში რა გვაქვს და მეორე შემთხვევაში რა გვაქვს? ეს არის პირველი შემთხვევა. ხო? ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩამთველი არ არის ჩართული, ხოლო მეორე შემთხვევაში უკვე ეს ჩამთველი მოდი ჩავთვათ. ეხლა გამომდინარე იქიდან, რომ პირველ შემთხვევაში ჩამთველი არ არის ჩართული, შესაბამისად ეს ჩამთველი ღია არის, ხო? ამიტომ ზედა შტოში, აი ზედა ტოტში, აი დენი არ გვექნება, აი ამ რეზისტორში დენი არ გაივლის, ეს დენი შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ. ამიტომ ამპერმეტრი რასაც ჩვენებს? პირველ შემთხვევაში ამპერმეტრი I ომის კანონიდან წრედის უფლისთვის აჩვენებს შემდეგ ჩვენებას I ტოლი იქნება U ძაბვა შეფარდებული 1-თან. ეხლა ძაბვა მუდმივი არისო და მეორე შემთხვევაში ძაბვას არ შეგვეცვლებოდა, მაგრამ მეორეში უკვე დენი უკვე აქაც გაივლის I დენი. აქ I1 დენი გაივლის, აქედან თუ მოდიოდა I დენი, აქ გაივლის I2 დენი, ანუ გამოვა ჩვენ რომ ორივე რეზისტორი მონაწილეობს გამტარობაში, შესაბამისად ამ შემთხვევაში დენის ძალისთვის იქნება I ტოლი იქნება უკვე I1 იყოს S, I2 იქნება შესაბამისად, მოდი ცოტა ქვემოთ დავწეროთ, აი აქ დავწეროთ I2 ტოლი იქნება, ესე იგი თავიდან I1 იყო უშეფარდებული 1-თან, რომელიც ის ტოლი არის, მოდი ესეც გავითვალისწინოთ, ის ტოლი როა და I2 რის ტოლი გახდებოდა? I2 ტოლი გახდებოდა უკვე უშეფარდებული R8-თან, R8 წინაღობასთან. ეხლა ეს ორი რეზისტორი პარალელურად არის შეერთებული, შესაბამისად ერთ შეფარდებული R8-თან ამ წრედის სრული წინაღობის შებრუნებული სიდიდე ტოლი იქნება ცალკეული წინაღობების შებრუნებული სიდიდეების ჯამის, შესაბამისად ეს ტოლი იქნება ერთ შეფარდებული 2R-ს დამატებული ერთ შეფარდებული 1-თან. აქედან რა გამოგვივა? საერთო იქნება, მოდით ეს უდრის, აქედან საერთო გვექნება 2R და 1-ს დაემატება 2, გამოგვდის 3 მეორედი R-ის ტოლი. მეგობრებო, გვექნება R-ის ტოლი ასე. საიდანაც R სრულისთვის მივიღებთ, რომ ეს სრული ტოლი ყოფილა 2R შეფარდებული 3-თან. და მოდით ახლა ეს წავიღოთ და აი აქ ჩავხოთ. ესე იგი რას მივიღებთ? რომ ეს ტოლი იქნება უშეფარდებული 2R შეფარდებული 3-თან, მაგრამ ეს 3-იანი ზემოთავა, ხო, აი ასე 3 და ეს ტოლი გამოგვივიდა 3 მეორედი გამრავლებული უშეფარდებული 1-თან. მაგრამ აბა შევხედოთ უშეფარდებული 1-თან, ხო, თავიდან ის ტოლი იყო მოცემულობით. შესაბამისად, აი ეს გამოსახულება, აი ეს თვითონ I არის, ანუ ეს ტოლი იქნება 3 მეორედი ისი. შესაბამისად, თუ დავწერთ საბოლოო პასუხს, I2 მეორე შემთხვევაში ტოლი გამხდარა 3 მეორედი ისი. ეს პასუხი კიდევ არის D.